დღეს გადაცემა ექიმებში გაიგებთ, როგორ უნდა შეიმსუბუქოთ მზის ალერგიის სიმპტომები. აკოცეთ თქვენ საყვარელ ადამიანს და გაიუმჯობესეთ ჯანმრთელობა. სისხლის წნევასაც კი არ რეგულირებს, იმიტომ რომ კოცრის დროს რეზერვები ფართოვდება. უშვილობის მიზეზები მამაკაცებში, რომელზეც არც კი გიფიქრიათ. ეს იწვევს ოქსიდაციურ სტრესს. რატომ გიყვართ ყველი ასე ძალიან? სპეციალური სტუმარი ერეკლე გეცაძე. ყველი ტვინი ზუსტად იმ ნაწილზე მოქმედებს, რომელზეც მაგალითად მორფინი. გამარჯობა, ეს არის გადაცემა ექიმები და როგორც ყოველთვის დღეს მე ნინო დათო და ლევანი ვისაუბრებ თქვენთვის მეტად საინტერესო სამედიცინო თემებზე. ჩვენს გარშემო არიან ადამიანები, რომელსაც პირდაპირ მნიშვნელობით აყარით მზის დანახვაზე. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი დღეს ჩვენი სტუმარია. მას დავარქვით მზეთუნახავი, თუმცა ქვია ეკა. მიესალმეთ ეკა სოსელია. გამარჯობა ალერგიასაც უშველოს. მიერთვით ეკა მზეს ვერ ენახვები. თვად ესეც ვერ ვიტყვით რომ ვერ ვენახვები. მზეთუნახავი ძალიან მომეწონა მზის ალერგიის მქონე ადამიანისთვის, მე მგონი საუკეთესო შეფასებაა. მაგრამ ნამდვილად მაწუხებს ეს პრობლემა. და რაში გამოიხატება ეს ალერგია? აი კონკრეტულად შენ რა გემართება ჭარბად მზის სხივების ქვეშ ყოფნის დროს? აი გულმკერდის არეში მკლავებზე სეწვრილად გამონაყარი, რომელიც მწიწკნის ძალიან. გექავება. მეკავება. მე შემდეგ როდესაც შევალ ჭრილში და საღამოსთვის ეს ყველაფერი გადის. გეგონება საერთოდ არ მქონია ეს ალერგია. აი მაგალითად შეიძლება გადავრჩე რამდენიმე დღე და არ დამეწყოს, მაგრამ თუ ერთხელ მაინც დამემართ ეს ალერგია იმ სეზონზე ძალიან მაწუხებს. წელს როგორ არის საქმე ჯერჯერობით? დაიწყო ეს პრობლემა თუ ჯერ არა? წელს ჯერჯერობით მზეზე არ გავსულვარ, თუმცა სოლარიუმში რამდენჯერმე ვიყავი და ჯერჯერობით არ შევწუხები ვარ. და სოლარიუმში ეგეთი არ რამ არ მემართება. გემართება? ერთ წელს სხვათა შორის და არა ექიმის რეკომენდაციით თვითნებურად გადავწყვიტე, რომ ანტიალერგიული პრეპარატი მიმეღო, როდესაც ვაპირებდი სხვაზე წასვლა, რამდენიმე დღით ადრე ესე ჩემით არ ვიცი დავიწყე მიღება. მაგრამ არ მიშველა, არ ვიცი, შეიძლება სხვა წამალი უნდა მიმეღო, ან არ არის ესეთი მეთოდი გამართული. ექიმის დანიშნულების გარეშე წამლების მიღება არ შეიძლება. რეკომენდაციებს ოდნავ მოგვიანებით ექიმი სპეციალისტი მოგცემს. მანამდე მაყურებელს აუხსნათ თუ რა არის მზის ალერგია. მზის ალერგია ეს ქვია კანზე წარმოქმნილ პრობლემებს, მას შემდეგ რაც გარკვეულ დროს მზეზე გავატარებთ. შეიძლება იყოს წვრილი წითელი ან ვარდისფერი გამონაყარი, უბრალოდ სიწითლე ან პატარა ბუშტუკები, რომელიც ესევე თქვენ უკვე აღნიშნეთ, ძალიან გვექავება და დიდ დისკომფორტს გვიქმნის. ზოგ ადამიანს მზეზე ალერგიულობა მემკვიდრეობით გადაეცემა ოჯახის წევრებისგან, ზოგს კი შემდგომში უვითარდება დროთა განმავლობაში, ცხოვრების რაღაც ეტაპზე. შენ შემთხვევაში როგორ არის ოჯახში აქვს იმას? არა სხვათა შორის არა აქვს ჩემი. ერთადერთი მზეთუნახავი. ესე გამოდის. გენეტიკური მიზეზების გარდა მზეზე ალერგია შეიძლება გამოწვეული იყოს კანზე სხვადასხვა ნივთიერების ზემოქმედების შედეგად. მაგალითად, ზოგიერთი კანის კრემი, ლოსიონი და ქიმიური საწმენდის საშუალებები შეიძლება კანს უფრო მგრძნობიარეს ხდიდეს და მზის ალერგია სწორედ ამის შედეგად განვითარდეს. ზოგიერთ წამალსაც შეუძლია მზის ალერგიის გამოწვევა, გაგიკვირდება, მაგრამ ზოგიერთი ტკივილგამაყუჩებელიც კი მიიჩნევა ალერგიის გამომწვევ ფაქტორად. მოკლედ ვიცით, რომ მზის ალერგიას ბევრი რამ იწვევს, თუმცა არ ვიცით ის რატომ ჩნდება ზოგ ადამიანში და რატო არ უჩნდება დანარჩენ ადამიანებში. როგორ ცხოვრობს ზაფხულში? ემალები მზეს, რაღაც თავდაცვის საშუალებებს იყენებ. ნუ ვცდილობ რომ მზის დამცავი საშუალებები გამოვიყენო, რომ არ დავიტანჯო ესე ვთქვა. ქიმიური თუ მექანიკური, ქუდი თუ ის არა, ქუდი თავისთავად ეხლა, ნუ ზღვაზე ყოფნის დროს გულისხმობთ, რომ ესე ქუჩაში არ მაწუხებს. დროა გავიგოთ, როგორ უნდა შევიმსუბუქოთ მზის ალერგიის სიმპტომები. ამისათვის პროფესიონალის რჩევები დაგვჭირდება აუცილებლად. მიესალმეთ ალერგიის და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი ალერგოლოგი ნინო გომიძე. გამარჯობა. მოგესალმებით. ბახმარისხა შემოგთავაზებთ სიამოვნებით როგორც ყოველთვის. დიდი მადლობა. ერთვით. მოდი გითხარით, როგორ დავეხმაროთ ჩვენს პაციენტს. ამ შემთხვევაში ეკას თქვენი რჩევები გვჭირდება მზის ალერგიის თავიდან არიდების ან მკურნალობის თვალსაზრისით. პირველ რიგში გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, თუ რა თქვა ეკამ. მზის ალერგიის ნიშნები განუვითარდა მას იმ ნაწილზე, რომელიც ტანსაცმლით არ არის დაფარული. ანუ მზის ალერგია ვითარდება იმ უბნებზე, რომელიც ტანსაცმლით არ არის დაფარული, ეს არის გულმკერდი, ზურგი, სახე და ზედა კიდურები. გამონაყარი შეიძლება განუვითარდეს როგორც მზეზე გასვლიდან რამდენიმე წუთში, ასევე 24 საათის გასვლის შემდგომ.
ეკას შემთხვევა ეს არის მზის ალერგიის მსუბუქი გამოვლინება, იქიდან გამომდინარე რომ მან აღნიშნა რომ გაზდის ყველანაირი მკურნალობის გარეშე რამდენიმე საათში და სწორედაც ეს არის მსუბუქი ფორმის ალერგიის დროს მკურნალობა გარკვეულწილად შესაძლებელი არც დაჭირდეს და რამდენიმე დღეში თავისით გავიდეს. რაც შეეხება ასე ვთქვათ უფრო რთულ შემთხვევებს, იქ რა თქმა უნდა ექიმის კონსულტაცია საჭირო, ანტიალერგიული წამალიც არა თვითნებურად, არამედ ექიმისგან უნდა იყოს რა თქმა უნდა შერჩეული და არსებობს ძალიან ბევრი ანტიალერგიული გელი თუ კრემი, რომელიც ასე ვთქვათ დაიტანება, რომ არ მოხდეს მზის ალერგიის გართულება. მარტივად რაც შეგვიძლია ეკას ურჩიოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას აწუხებს ეს წვა, ქავილი, სიწითლე, შეიძლება ავიღოთ ჩვენ პირსახოცი ან დავასველოთ წყალში, მარტივად ონკანის წყალიც ასე ვთქვათ გამოდგება ასეთ შემთხვევაში, იმიტომ რომ მზის ალერგიის დროს ძალიან აწუხებს ადამიანს ქავილი, წვა, სიწითლის შეგრძნება და დავაფინოთ აი ასე, იმისთვის რომ ის უბანი გაგრილდეს. ეს მას შემდეგ უკვე რაც მაქვს რაც გაქვთ, რა თქმა უნდა, რადგანაც ეს წვის, ქავილის შეგრძნებას შეგიმსუბუქებთ და გარკვეულწილად იმ სიწითლესაც შეამცირებს. ხოლო რთულ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ მივიღოთ ალბათ გრილი აბაზანა და იგივე ეფექტი რა თქმა უნდა, როგორ მოვახდინოთ ჩვენ მზის ალერგიის პრევენცია, რომ არ გაგვინვითარდეს. პირველ რიგში აუცილებელია სწორი რეჟიმის დაცვა. დილის 11-დან 4 საათამდე, რომ არ მოხდეს რუჯის მიღება, რადგანაც ამ დროს ულტრაესფერი გამოსხივება მაქსიმალურად არის მავნე ორგანიზმისთვის. აუცილებელია მზის დამცავი კრემების გამოყენება და მაღალი დამცავი ფაქტორით. და მზის დამცავი კრემის, ასე ვთქვათ, შერჩევის დროს მიაქციონ ყურადღება, რომ ის იცავდეს არა მხოლოდ ასევე ბესხივისგან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ასხივი უშუალოდ ღრმად შედის, მინაშიც კი გადის და ის არის მაპროვოცირებელი მზის ალერგიის, ხოლო ბეს ულტრაესფერის სხივი კანის ზედაპირულ შრემდე აღწევს და უკვე მზის დამწვრობას. ალბათ დამცავი ფაქტორი მაღალი პროცენტით უნდა იყოს ესეთ შემთხვევაში, ვიდრე ჩვეულებრივ. ზუსტად ეს არის, უნდა იყოს 50. და SPF-ი რამდენია, ეს მინიშნებულია ყოველთვის ამ შესაბამის შეფუთვაზე და რამდენი პროცენტი უნდა იყოს იმ პაციენტებს, ვისაც უკვე აქვთ მზის ალერგია, აუცილებლად 50 პლუს. 50-ზე მეტი. პლუს. დატანება როგორ უნდა მოხდეს? 20 წუთით ადრე, სანამ გავა, ასე ვთქვათ, სახლიდან და უნდა მოხდეს რეგულარული განახლება. ესეც ვთქვათ ჩვენ 2 საათში ერთხელ, განსაკუთრებით თუ პაციენტი ისვენებს ზღვაზე ან ღია ბასეინზეა დასასვენებლად წასული. ვიყენებს ამ დამცავ საშუალებებს? ვიყენებ, მაგრამ ესეთი მაღალი SPF-ით არა სამწუხაროდ. ხომ ეხლა ვისმენდი 11-დან 4-მდე თუ არ გავედი და კიდე ესეთი დამცავი წავისი, რაღა გამრუჯავს. ეს არ არის ყველა ადამიანის შემთხვევაში, ეს არის მხოლოდ ის, ვისაც აქვს უკვე მზის ალერგია. გარკვეულწილად უკვე მას სჭირდება მაღალი დამცავი ფაქტორი, ეს ყველაზე, ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, ისე უფრო ღია ფერისკანის ადამიანები არიან მიდრეკილნი თუ მუქი ღია ფერის? უფრო ღია ფერისკანი და აგიხსნით. ჩვენ ვიცით, რომ ფერს განაპირობებს კანში არსებული მელანოციტი. მზეზე, როდესაც ადამიანი ირუჯება, მეტი რაოდენობით მელანოციტი გამომუშავდება და კანი იცვლის ფერს. ანუ რეალურად ფერის ცვლილება გახლავთ დამცავი რეაქცია მზისგან და ღია ფერისკანს შესაბამისი რაოდენობის მელანოციტები, როდესაც არ აქვს, ამიტომაც არის, რომ ის მიდრეკილი არის გარკვეულწილად დაცვისკენ. ანუ უფრო ნაკლები რაოდენობით გამომუშავდება ეს კანში არსებული, ასე ვთქვათ, ფერის მიმცემი პიგმენტი. აუცილებლად უნდა უთხრათ ალბათ ჩვენ მაყურებელს, რომ ყურადღებით იყვნენ იმ მედიკამენტებთან, რომელსაც მათ ექიმი დაუნიშნავდა, აუცილებლად ექიმს უნდა კითხონ, ზრდის თუ არა ეს კონკრეტული მედიკამენტი მზის ალერგიის განვითარების რისკებს. თუ ადამიანი მკურნალობს გარკვეული მედიკამენტები, აი ეს არის არა მარტო ტკივილგამაყუჩებელი, ზოგიერთი ჯგუფის ანტიბიოტიკები, იგივე შარდენის საშუალებები, ორალური კონტრაცეპტივები და სხვა. ამიტომაც ხანდახან სულ არა არის ადამიანი ალერგიული და არც აქვს მიდრეკილება მზის ალერგიის განვითარების, მაგრამ თუ ის აი იმ კონკრეტული მომენტისთვის ღებულობს მედიკამენტებს და თან ირუჯება, რისკი ძალიან ეზრდება. და ეკა რა მაინტერესებს, მზის ალერგიის არსებობს კიდე ერთი ფორმა, როდესაც გადიან მზის სხივებზე, ან მზეს ხედავენ და ეწყებათ სემინება. პერიოდულად ხომ არ გაქვს ხოლმე ესეთი სიმპტომი შენს? ხანდახან ყოფილა ესეთი შემთხვევა, ზოგადად არ მიფიქრია, რომ მზის ალერგიას უკავშირდებოდა. ნუ ესეთი ხშირი არ არის, მაგრამ მაინც ყოფილა, ხო? ყოფილა, კი, ნამდვილად. გითხარით თუ შეიძლება რა უნდა იცოდეს სეზონური ალერგიის მქონე პაციენტებმა? ეხლა მცენარეების ყვავილობა თავის პიკს აღწევს და ძალიან ბევრი პაციენტი მოგმართავს ჩვენთან კლინიკაში, რომელსაც აწუხებს ცემინება, სურდოცხვირის გაჭედვა, თვალების ქავილი, ხველა და დამნაშავე მიზეზი ასეთ შემთხვევაში არის ხოლმე სწორედ ეს მცენარეული მტვერი. განსაკუთრებით ქარში და შუადღესაც
როდესაც ძლიერდება ეს სიმპტომები, იმიტომ რომ ამ დროს მცენარეული მტვრის კონცენტრაცია ჰაერში, ასე ვთქვათ, ყველაზე უფრო მაღალია. რატომ არის მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკა პირველ რიგში ეს ვთქვათ, რომ აუცილებელია პაციენტმა იცოდეს დამნაშავე მცენარის სახელი, რადგანაც რა თქმა უნდა მოერიდოს. მორიდების გარდა ჩვენ უკვე გვეცოდინება მისი ყვავილობის პერიოდი და შესაბამისად აქედან მივხვდებით თუ რამდენი ხანი გაუგრძელდება სიმპტომები პაციენტს. შეგვიძლია ახლა გავუკეთოთ ეკა სინჯი, რომ არის თუ არა რამე მცენარეზე ალერგიული და რას უნდა მოერიდოს. რა თქმა უნდა. ცოტა ხანში ექიმებში. რატომ არის კოცნა ჯანმრთელობისთვის კარგი? რა ხდება ახლა მოგვიყევით კორეგა თუ შეიძლება. ეხლა ჩვენ ვაკეთებთ სინჯს სცენარეული მტვრის მიმართ არის თუ არა პაციენტი ალერგიული. უნდა ვთქვათ, რომ ეს სინჯები არის ძალიან მარტივი გასაკეთებელი და პრაქტიკულად ნახევარ საათში ჩვენ გვაქვს პასუხი იმაზე, არის თუ არა ალერგიული აი იმ ჯგუფის მცენარეების მიმართ, რაც ეხლა ყვავის. პროცედურა მოიცავს პირველი 15 წუთი კანის რეაქტიულობის შეფასებას. ანუ რამდენად კანი უბრალოდ ნეიტრალურ რამდენად კანი მზად არის იმისთვის, რომ ჩვენს მიერ ჩატარებული სინჯი იყოს ნამდვილად ობიექტური და სანდო. ამ 15 წუთიანი პროცედურის შემდგომ თვითონ ალერგენების, აი ამ კონკრეტული ბალახების და მარცვლოვანი კულტურის მცენარეების მოთავსება ხდება წვეთების სახით წინა მხარზე, კანზე და 15 წუთში ფაქტიურად ჩვენ აი ამ პატარა ჩხვლეტის შემდგომ, რომელიც უნდა ასე ვთქვათ არ შევაშინოთ ჩვენი მაყურებელი სრულიად უმტკივნეულოა, რადგანაც როგორც პატარა ბავშვებს ასევე მოზრდილებს უკეთდებათ, გვექნება ჩვენ ზუსტი ინფორმაცია, თუ გაწითლდება, ექნება ქავილი, რომ აი ამ მცენარეების მიმართ აღენიშნება მას ალერგიული გამოვლენა. გავიდა რაღაცა პერიოდი და მხოლოდ მე როგორც ვხედავ მეორე პუნქტიდან დასმული წერტილი ცოტათი შეწითლდა. ანუ იქ რა იყო დაწვეთებული? ეს იყო ჰისტამინი ტესტი. კანის რეაქტიულობა არის, ასე ვთქვათ, ობიექტური, ნამდვილად. დანარჩენი არ გაწითლა, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ კონკრეტულ მცენარეზე, რომელსაც ეხლა ყვავის, ეკა, ასე ვთქვათ, არ არის ალერგიული და მას მხოლოდ მზის ალერგია აქვს. აპლოდისმენტები. ძალიან კარგი. ეკას მეგონი მზის ალერგიაც ეყოფა და მზეზე წემინება ხანდახან, იმიტომ დამატებითი ალერგიები ნამდვილად არ გვინდა, არც ჩვენ და არც ეკას. ეკა უკვე იცი რომ თუ მზის ალერგია გაგირთულდა ან გამონაყარი დიდხანს დაგრჩა, აუცილებლად უნდა მიმართო ექიმს. არსებობს უამრავი მალამო და განსაკუთრებით რთული შემთხვევებისთვის დასალევი წამლები, რომელიც შეგიმსუბუქებს მდგომარეობას. ოღონდ აუცილებლად უნდა იყოს ექიმის დანიშნულებით და არა თვით გადაწყვეტილებით ეს პრეპარატები. ბოლოსკენ ერთი კარგი ამბავიც მაქვს ჩვენთვის. ზოგი ადამიანი დროთა განმავლობაში მზის მიმართ სენსიტივობას, ანუ მგრძნობელობას კარგავს. ანუ მომავალში და მე ვიმედოვნებ ახლო მომავალში მზის ალერგია საერთოდ უკვალოდ გაგიქრეს და თავისუფლად გაიროჯო. ოღონდ 11-დან 4 საათამდე კატეგორიულად გიგრძავნოთ მზეზე ყოფნას. ეკა ის რჩევები რაც ახლა მიიღე ძალიან კარგია, მაგრამ პრევენცია ყოველთვის უკეთესია და აი ასე თუ იქნები ჩაცმული, როგორც მე ვარ, მზის ალერგიაც აღარასდროს შეგაწუხებს. განიერი ქუდი სახეს და მხრებს ნაწილობრივ დაგიჩtildeობს და მზისგან დაგიცავს. გრძელსახელოებიანი ბოლომდე შეკრული პერანგი, შენს ხელს თითქმის მთლიანად დაიცავს მზის გამოსხივებისგან. აუთ ნაჭერი არ უნდა იყოს ძალიან თხელი, თორემ მზის ხივები მაშინ გააღწევს და შეიძლება მაინც გამოგევლინდეს სიმპტომები და აუცილებლად ღია ფერის უნდა იყოს, ჯობია თეთრი ან თეთრთან უფრო მიახლოებული დონის, იმიტომ რომ შავი იზიდავს და შთანთქავს მზის ხივებს, ხოლო თეთრი პირიქით ირეკლავს, ასე რომ ჯობია რომ თეთრი ფერის ჩაიცვა და სათვალე აუცილებელია იმისთვის, რომ ულტრაისპერმას ხივებმა შენი მხედველობა არ დააზიანოს, ოღონდ ესეთი სათვალე აუცილებლად უნდა იყოს სპეციალური მითითებული ნიშნით, რომ ის იცავს ულტრაისფერი გამოსხივებისგან შენს თვალებს. და როცა სათვალე გიკეთია, მიმიკაც ნაკლებად იცვლება და ნაოჭებიც ნაკლებად დაგეთყობა სახეზე. ეკა დიდი მადლობა, იმედია ჩვენი რჩევები გამოგადგება და მზის ალერგია აღარ შეგაწუხებს. პირიქით, ძალიან დიდი მადლობა რჩევებისთვის. და კოლეგა, თქვენ დიდი მადლობა, რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ სწორი რეკომენდაციები მოგვეცით ჩვენც და მაყურებელსაც. იმედია, კიდე შევხვდებით საინტერესო თემების გასაგებად. ცოტა ხანში ექიმებში. უშვილობა მამაკაცებში. ეს იწვევს ოქსიდაციურ სტრესს.
ცხოვრებაში ცოტა რამ არის ისეთი, რაც ძალიან სასიამოვნოა და ამავე დროს ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. რა გახსენდება ნინო ასეთი? წყალი. კი, ძალიან სასიამოვნო დასალივია, როცა წყურია და ნამდვილად სასარგებლოც არის ჯანმრთელობისთვის, მაგრამ უფრო სასიამოვნო რა გახსენდება ლევან? ბევრი რამე მახსენდება, ზოგი ისეთიც რომ ეთერში შეიძლება არ ზღირდეს მაგაზე ლაპარაკი და პირდაპირ გითხარი, ეხლა რაზე გაქვს საუბარი? კი არ გეტყვით, ახლა გაჩვენებთ. ვაიმე. როგორც სტუმრები უნდა მოვიდნენ სტუდიაში აუცილებლად ისინი დაგვეხმარებიან ამ ჩვენიერი ბლოკის წარმართვაში, ასე რომ გთხოვთ მივესალმოთ გივიკოს და კეთის. გამარჯობა გივიკო, გამარჯობა. მე მგონი ეს ის ბიჭია ჩვენ ერთ-ერთ გადაცემაში სერიოზული ძიმე დიაგნოზი რო დაუსვით. კი, კონსილიუმი ჩავატარეთ კი, მახსოვს ეს ამბავი. შეიძლება მთელი დღე ისე გავიდეს, რომ არც გამახსენდეს, რომ რამე უნდა ვჭამო. მეხსიერებასთან დაკავშირებითაც მაქვს კიდევ პრობლემა. წონაში დაიკლო, უმადობა აქვს, უყურადღებობა აქვს და შფოთავს. და და თამამბაის ბედნიერი, რა უნდა? ჩამოვთვალეთ, ეს არის სიყვარულის სიმპტომები. აი დიაგნოზი. აი დიაგნოზი. ეხლა როგორ ხარ? უკეთესად. ცირა დღეს კი იცით რატომ აქ მოგიწვიეთ სტუდიაში და მოდი პირდაპირ ვაჩვენოთ ის რაზეც უნდა ვისაუბროთ. კი. Პირველში დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ არც მეტი, არც ნაკლები კოცნაზე. რამდენი ხანი რაც ერთად ხართ? 1 წელი და 8 თვე და 10 დღე. და 10 დღე. დედა რა დაგითვლია? კოცნა ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის ჯანმრთელობისთვის და თუ რატომ არის მნიშვნელოვანი და სასარგებლო ჩვენ მოგახსენებთ, მანამდე მაინტერესებს თუ გახსოვთ პირველად სად და როდის აკოცეთ ერთმანეთს. რა თქმა უნდა. კარგით, მოდი მაშინ ახლა პატარა ტესტი ჩავატაროთ, ხო? როგორც წესი, შეყვარებული წყვილი და მხოლოდ ერთ სახსოვს ხოლმე ესეთი დეტალები და მეორეს არა. მოდი ახლა ერთ-ერთმა გავიკეთოთ ყურცასმენი. ჩვენ მეორე შეკითხვას დავუსვამთ და ვნახოთ თუ რამდენად დაემთხვევა მათი პასუხები ერთმანეთს. მე დავსვამ პირველ შეკითხვას. სად იყავით პირველად, როდესაც აკოცეთ ერთმანეთს? ჩემი корпуსის სახურავზე. ვაუ. საინტერესოა, ჩანიშნულია. შეინიციატივა იყო კოცნა თუ კეთისი. ო, ეს განსაკუთრებით საინტერესოა. მე რამდენი შეხვედრა იყო დაახლოებით მაინც თუ გახსოვს? 2 კვირა იყო დაახლოებით. ნუ 2 კვირა რაც ის. სწრაფად მოუგვარებია პრობლემები. კეთის. ეხლა კეთის დაუსვამ. პირველი შეკითხვა ეს იყო ის თუ სად იყავით, როდესაც თქვენ ერთმანეთს პირველად აკოცეთ? სახურავზე. ეგ არის. რა მაგარი გადაცემა ეს იქ სიყვარულიც აგიყავხსენი სახურავზე და იქვე შედგა ეს პირველი კოცნა. კარგი. ინიციატივა ვისი იყო კოცნის? ჩემი. აი. ეს დაემთხვა და მესამე შეკითხვა. რამდენი ხანი იყო გასული, მე რამდენი შეხვედრა იყო თქვა, თან რამ ხელ პერიოდი იყო გასული თქვენი ნაცნობობისა, როცა ეს პირველი შესანიშნავი კოცნა შედგა? 1 თვე იყო გასული. აი, შეხე რამ ხელა პერიოდად ერთ თვე მოეჩვენა კეთის ეს 2 კვირა. აი, საერთოდ ჯანმრთელი პასუხები პრაქტიკულად დაიმთხვა ერთმანეთს. კი, მე ჩავიწერე შევადარე და პრაქტიკულად იდენტური პასუხებია. 2 კვირის განსხვავებით. 2 კვირის განსხვავებით. მოდი ახლა უფრო სამედიცინო ნაწილზე გადავიდეთ. ყველა დამეთანხმება რომ კოცნა ძალიან სასიამოვნოა. თუ რატომ არის სასიამოვნო, ამას თავისი სამედიცინო ახსნა აქვს. შევხედოთ ეკრანს. ჩვენს ტუჩებში უამრავი ნერვი მდებარეობს. ტუჩებზე კანი ძალიან თხელია და სავსეა ათასობით ნერვული უჯრედებით. აი ეს ყვითლად რო ანათებს გახლავს ნერვული უჯრედები. გარდა ამისა, ტუჩების ირგვლივ სპეციალური კუნთიც არსებობს, რომელიც გვეხმარება კოცნაში. ამას პირის წრიულ კუნთს ვეძახით. სწორედ ეს კუნთი გვაძლევს საშუალებას, რომ ტუჩები მოვამრგვალოთ საკოცნელად. მაგრამ კოცნას უფრო მასშტაბური გავლენაც აქვს. კოცნის დროს თავის ტვინის სიამოვნების ცენტრებს ძლიერი სიგნალები მიეწოდება. გამოიყოფა სიამოვნების ჰორმონები, სხეული გვევსება ენდორფინებით და შესაბამისი სიგნალები იგზავნება ტვინში. აი ამიტომ არის კოცნა ასეთი სასიამოვნო. დათო, სასარგებლო თვისება კიდე ერთი აქვს კოცნას. კომიდან ხო არ გამოყავს? აი, კომიდან გამოყავს. ძინარემზე თუ დახავი რომ გამოაფხიზ ნახავს. არც ისაა ცუდი პრინციპში გომბეშო რო ხარ და პრინცად გადაგაქცევენ მე ერთი კოცნით. სხვათა შორის რაც უფრო ხანგრძლივია კოცნა, მით უფრო სასარგებლოა ეს. ერთ-ერთი კვლევის თანახმად სისხლის წნევასაც კი არეგულირებს, იმიტომ რომ კოცნის დროს სიზარღვები ფართოვდება და ეს არეგულირებს ჩვენ არტერიულ წნევას. კოცნის კიდევ ერთი ძალიან სასარგებლო თვისება ის არის, რომ ნერწყვის გამომუშავებას უწყობს ხელს. ეს ნერწყვი კი სასარგებლოა თქვენი კბილების და ღრძილების ჰიგიენისათვის. ნერწყვი გეხმარებათ იმაშიც, რომ პირის ზღურში ბაქტერიული ფლორა იყოს შენარჩუნებული ნორმის ფარგლებში და სხვათა შორის იმუნიტეტსაც აუმჯობესებს თურმე კოცნა.
აღარ მე მაგ დროს ეჭვმეპარება ვინმე ფიქრობდეს პირისგრუს ჰიგიენას და კბილების სისუფთავეზე. ეგ იქნება ყველაზე არარომანტიკული კოცნა მსოფლიოს ისტორიაში, თუ მაგ დროს პირის მიკროფლორაზე იფიქრებ მე მგონია. თქვენ გქონდათ წარმოდგენა, რომ ეგეთი სასარგებლო იყო კოცნა? არა, ნამდვილად. გააგზელეთ. მოუმატოს. ხო შორის გოთეს ერთი ძალიან საინტერესო აპლიკაცია აქვს ტელეფონში, ცოტა ხნის წინ ჩამოტვირთა და ძალიან გაერთო და ჩვენს გაგვართო. კოტე გვაჩვენე რა. მე მაქვს ტელეფონში ტესტი, თუ რამდენად კარგი კოცნა იცი ან შეგიძლია. აი ამას განსაზღვრავს ზუსტად ეს აპლიკაცია. აი ესე აზრები მოდის და აი ესე. კოტე აბა გვაჩვენე რა შეგიძლია. კარგი, მოვსინჯოთ. ახლა როგორ მიდიხარ ტელეფონს აკოცვა ბატონო, აჰა. მაგარი. ანალიზი მიმდინარეობს და ეხლა ვნახოთ რას დაგვიწევს ტელეფონი. You know a lot of tricks my friend. ანუ ძალიან ბევრი შესაძლებლობები გაქვს ჩემო მეგობარო. ძალიან მაგარი ხარო რა მოკლედ. და ასე განაგზეო რა. კომპარტიორები. მოკლედ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებების გარდა კოცნას სხვა დადებითი მხარეებიც აქვს ის აუმჯობესებს ურთიერთობას პარტნიორებს შორის. ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ 5 წელზე მეტხანს დაქორწინებული წყვილების შემთხვევაში ზოგჯერ მთელი კვირა ისე გადის ხოლმე, რომ ისინი ერთმანეთს არ კოცნიან. დღეს ერთ გამოწვევას გთავაზობთ მომდევნო 1 თვის განმავლობაში. აუცილებლად ყოველდღე აკოცეთ პარტნიორს და Facebook-ის გვერდზე გაგვიზიარეთ, როგორ გაუმჯობესდება თქვენი ურთიერთობა ამის შემდეგ. ამ ყველაფერმა შეიძლება დემოგრაფიული პრობლემების გადაჭრას მომდევნო 1 თვის განმავლობაში მოდი საქართველოში. პირველ რიგში ეს გამოწვევა ჩვენ სტუმრებს მივაღებინოთ პირველ რიგში მათ არ გონია დიდი ძალდატანება სჭირდებოდა და Facebook-ზე გაზიარება და დღესვე დავიწყოთ თქვენგან ეს ამბავი და ვაჩვენოთ მაყურებელს რა გამოწვევაზეა საუბარი. ცოტა ხანში ექიმებში იწვევს თუ არა ყველი დამოკიდებულებას. ყველი ტვინი ზუსტად იმ ნაწილზე მოქმედებს, რომელზეც მაგალითად მორფინი. სოფლიოში წყვილების დაახლოებით 15% უშვილოა. სტატისტიკა საქართველოშიც ასეთივეა, ოღონდ ერთი განსხვავებით. რატომღაც ჩვენთან უნაყოფობაში დამნაშავედ ყოველთვის ხალი მიიჩნევა. გამიგია მეც ეგ ამბები, საკმარისია ოჯახის შექმნიდან გავიდეს 1-2 თვე და თუ არ არის ეს უკვე ლოდინები და ნანატრიორსულობა 2 თვეში ოღონდ იწყება იქ გაუგონარი ამბები. ჩაერთვებიან დედამთილები, მულები, მეზობლები, მეზობლისბები, სხვადასხვა ნათესავები და კაცმა არის იქ რა ხდება მერე და რა დღეში აგდებენ ამ საცოდავ ადამიანს. ამ დროს აზრად არავის არ მოსდის თავში, რომ შეიძლება უშვილობა მამაკაცის მიზეზით იყოს გამოწვეული. უშვილობის დიაგნოზი ისმევა მხოლოდ და მხოლოდ იმ მომენტიდან 1 წლის გასვლის შემდეგ, როდესაც წყვილმა დაიწყო ხშირი, დაუცველი, რეგულარული სექსუალური ურთიერთობა. და აუცილებლად ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ერთი რამ. შემთხვევათა 50%-ში უშვილობა გამოწვეულია მამაკაცის ფაქტორით. ხალია მიზეზი თუ კაცი, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ნებისმიერ შემთხვევაში უშვილობა ძალიან სტრესული პრობლემაა. ქალის უნაყოფობაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და ამჯერად არანაკლებ გავრცელებულ და მნიშვნელოვან მდგომარეობაზე მამაკაცის უშვილობაზე გავამახვილებთ ყურადღებას. რა იწვევს უნაყოფობას მამაკაცებში და იკურნება თუ არა კაცის უშვილობა? ვისაც ამ შეკითხვებზე პასუხები აინტერესებს, ძალიან მალე გაიგებთ. იმისათვის რომ მამაკაცს ჰქონდეს განაყოფიერების უნარი, მნიშვნელოვანია 4 ძირითადი ფაქტორი. პირველი გახლავთ ის, რომ მამაკაცის ერთ-ერთი სათესლე ჯირკვალი უნდა წარმოქმნიდეს ჯანმრთელ სპერმას. სპერმის წარმოქმნისთვის კი აუცილებელია ტესტოსტერონისა და სხვა ჰორმონების ბალანსი. ასევე აუცილებელია, რომ სპერმა შეერიოს სათესლე სითხეს და წარმოიქმნას ეაკულატი. სათესლე სითხე გამომუშავდება ეგრეთ წოდებულ პროსტატის ჯირკვალში, რომელიც აი ახლა ჩანს დაახლოებით აი ამ ნაწილზე მულაჟის. და აი ამ სადინრის საშუალებით ხდება მისი ტრანსპორტირება და გარეთ გამოდის ეაკულატის სახით. მესამე აუცილებელი ფაქტორი ანაყოფიერებისათვის არის ის, რომ გარეთ გამოსულ სითხეში სპერმატოზოიდების საკმარისი რაოდენობა იყოს. თუ სპერმატოზოიდების რიცხვი დაბალია, შესაბამისად ჩასახვის განაყოფიერების შანსები იკლებს. დაბალი მაჩვენებელი ნიშნავს, რომ ეაკულატის 1 მილilitrში არის 15 მილიონზე ნაკლები სპერმატოზოიდი. ან მთლიან ეაკულატში არის 39 მილიონზე ნაკლები სპერმატოზოიდი. და მეოთხე ფაქტორი არის ის, რომ სპერმატოზოიდი უნდა იყოს მოძრავი. თუ სპერმატოზოიდის მოძრაობის ფუნქცია დარღვეულია, ის ვერ მიაღწევს კვერცხუჯრედამდე, შესაბამისად ჩასახვა განაყოფიერება არ მოხდება. ამ საჭირო მულაჟისთვის კი ძალიან დიდი მადლობა საქართველოს უნივერსიტეტს. რატომ სერიოზული ანატომიის გაკვეთილი ჩაგვიტარა, დავინახეთ რომ განაყოფიერებისათვის უამრავი დეტალია საჭირო და ნებისმიერი პათოლოგია ან ცვლილება ამ პროცესში შეიძლება უშვილობის მიზეზი გახდეს. იმისთვის რომ გავიგოთ რა არის მამაკაცებში უშვილობის ყველაზე ხშირი მიზეზი, მიესალმეთ მამაკაცის ჯანმრთელობის ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი გოგი ბოჭორიშვილი. გოგი, სალამი, ბატონო გოგი, დიდი მადლობა მოგვიანებისთვის.
უეში რა თქმა უნდა ბახმაროს ხალხს შემოგთავაზებთ. ჩვენ საუბრობთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, დატკივნეულ თემაზე, ეს არის უშვილობა მამაკაცებში. რა არის ყველაზე ხშირი მიზეზი ამ პრობლემის? ძალიან ბევრი ფაქტორებია, რომელსაც ყველას თავისი ხვედრით წილი აქვს. ყველაზე დიდი პროცენტული რიცხვი შესაძლებელია იყოს პაციენტები ვარიკოცელები. ვარიკოცელი არის სათესლე ჯირკვლის ბაგირაკის ვენების გაგანიერება. ტევნისებრი წნული წარმოიქმნება, რომელიც ქმნის მომატებულ ტემპერატურულ გარემოს, ტემპერატურული რეჟიმი სათესლე პარკში მატულობს 1-2 გრადუსით, რაც იწვევს სპერმატოგენეზის დარღვევას. და აი ვიზუალურად მაგალითად როგორ უნდა მიხვდეს ის მამაკაცი, რომელიც ძალიან არის მარტივია, ეცეთ, შესაძლებელია ამის გამოვლინება იყოს ტკივილის კომპონენტი, შესაძლებელია იყოს რაღაცა სიმძიმის შეგრძნება, რომელიც განსაკუთრებით ფიზიკური დატვირთვისას, ანუ წოლისას ის არ ვლინდება არაფრით, მაგრამ უხშირესად ეს ფიზიკური დატვირთვის სიარულის შემდეგ ეს იწვევს გარკვეულ სიმძიმეს, სიმხურვალეს, ზოგჯერ ტკივილს. ვარიკოცელი არ არის პრობლემა, რომელზეც შეიძლება თავი იმართო, რომ უიდე და არ ვიცოდი. ეს ასაკობრივად არის ახალგაზრდა აქტიური ასაკი, რომელსაც უწევს ფეხბურთის თამაში, ფიზიკური დატვირთვა, სიარული, სირბილი და ნებისმიერ დატვირთვის დროს, როდესაც სიცხის მომარაგება აქტიურდება, ვარიკოცელიან ადამიანში აუცილებლად დისკომფორტი და ტკივილი წარმოიქმნება. ზოგჯერ ადამიანს აქვს ვარიკოცელი, მაგრამ თუ მას სპერმატოგენეზის დარღვევა არ აქვს, უშვილობა ამის გამო ვინმე დააბრალოს ვარიკოცელეს არ იქნება სწორი. და ამიტომ თუ არის სუბკლინიკური ვარიკოცელი, ანუ ის არა ჩანს მხოლოდ ეხოსკოპიური კვლევისას და სპერმაში დარღვევები არ არის და პაციენტი არის უშვილო, მას ამის გამო ოპერაცია არ უნდა გაუკეთდეს. და სხვა შორის წეხან თქვენ ძანეთ, რაოდენობრივი რაღაც მახასიათებლებია, ხო? რიცხვი კი არ აქვს მნიშვნელობა რამდენია. რამდენია მათში ყოჩახი. რამდენია იქ აქტიური კაიმორბენალის სპერმატოზოიდი. კაიმორბენალი, ხო, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ერთია საჭირო, რომელიც ჩემპიონი მიდის მიზნამდე. ხო, ერთი მიდის ფინიშამდე. შეიძლება ორი მივიდეს, არა, მაშინ სხვა რაღაც მოხდება. ბატონო გოგი, თქვენ წეგან კარგად აგვიხსენეთ ვარიკოცელის შემთხვევაში რატო ხდება ამ ყოლოფრის დარღვევა, ასე ვთქვათ და არსებობს ასეთი რეკომენდაციაც, როგორც ამბობენ, რომ მამაკაცებს არ ურჩევენ მაინც და მაინც აი ელექტროგამათბობელებით სავარძლების გამოყენებას. სათესლე ჯირკვლებს სჭირდებათ დაბალი ტემპერატურა ნორმალური ცხოველმყოფელობისთვის, იმისთვის რომ შეასრულონ თავიანთი როგორც გამრავლების ფუნქცია, ასევე ენდოკრინული ფუნქცია, ორგანიზმის ტემპერატურასთან შედარებით დაბალი ტემპერატურა ესაჭიროება და სწორედ ალბათ აქედან გამომდინარეობს ეს რეკომენდაცია. კი, რასაკურველია და კიდევ ერთ საინტერესო ამბავს გეტყვით. მობილური ტელეფონი, ჯიბეში მობილური ტელეფონი კამარზე ჩამოკიდებული. ეს არის 2009 წლის პუბლიკაცია, პაციენტებია გამოკვლეული და ნანახია, რომ ეს იწვევს ოქსიდაციურ სტრესს. ამიტომ მაქსიმალურად შორს ტელეფონები, ხო? მაგრამ კიდევ უფრო საინტერესო კვლევებია ჩატარებული, პროფესიას აქვს თურმე მნიშვნელობა, იცით? მაგალითად საინჟინრო ტექნიკური პერსონალი, ფინანსური ანალიტიკოსები, კომპიუტერის მენეჯერები, მასწავლებლები, წეველები სამჯერ უფრო ხშირია და უფრო მაღალია მათში 40 წელზე ზემოთ. ნუ გასაგებია. კიდე აი დაავადებებიდან რა შეიძლება იყოს ესეთი მიზეზი? დაავადებები ალბათ ქრონიკული. თქვენ წარმოიდგინეთ, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, გონორეა, ქლამიდიოზი. ეს აპირობებს ძალიან დიდ პრობლემებს შვილოსნობასთან მიმართებაში. აი თქვენ არაჩვეულებრივად აჩვენეთ ეხლა მულარზე, სადაც ხდება წარმოქმნა სპერმატოზოიდების, მათი მომწიფება და შემდეგ საიდანაც მერე ტრანსპორტირების დროს მას შეერევა სითხე. პროსტატის წვენი, რომელიც აფრთხიერებს მას. თუ იქ რაღაცა პრობლემა ჩაიბოდებს, ეს უკვე ვეღარ ხდება და ამიტომ ეს ვეღარ ხორციელდება. ბავშვობაში გადატანილი ყმაყურა, თუ ის გართულდა ორხიტით, სათესლე ჯირკვლის ანთებით, ეს თავდება უშვილობით. ძალიან სერიოზული ჯგუფია პაციენტებისა, რომელიც რაღაც მედიკამენტოზური მიზეზები უშვილობისა. ხო, ქიმიოთერაპიული საშუალებები ანაბოლური სხვადასხვა სტეროიდები, აი მათ შორის რო ვარჯიშობენ და ღებულობენ დიდი რაოდენობით ამ. მარიხუანა, კოკაინი, დიდი რაოდენობით ალკოჰოლი. თორე, მცირე რაოდენობით მე რატომ ვიყური? პაციენტისთვის დამინიშნავს, რომ მithქვამს, რომ უნდა დალიოთ ხო რა, ნუ დღეში ერთი ჭიქა დალიოთ. მე ვთქვამს, მე არ შეიძლებაო, რომ აი ბოლოსო კვირასო 7 ჭიქა დალიოთ.
ბატონო გოგი, თქვენი ნებართვით მე ჯგუფსაც დავამატებდი თუ შეიძლება ამ პაციენტების ჯგუფებს. ზოგჯერ უშვილობას მამაკაცებში შეიძლება სათავე ქონდეს ჯერ კიდევ ბავშვობაში, არის ესეთი პათოლოგია, თანდაყოლილი, რომელსაც ქვია კრიპტორქიზმი, ანუ ჩამოუსვლელი სათესლე ჯირკვალი და თუ დროულად არ იქნა მიხედილი ეს პრობლემა, შეიძლება სამომავლოდ სხვადასხვა პრობლემები შექმნას, მათ შორის უშვილობა მამაკაცებში და ძალიან ხშირად არის ხოლმე ბატონო გოგი დამეთანხმებით, რომ ძალიან გვიან მიდიან ხოლმე ექიმთან ასეთი პაციენტები, გვიან მიყავთ მშობლებს, ელოდებიან რომ თავისი ჩამოვა ასე შემდეგ. ერთ წლამდე ასაკში უნდა გაკეთდეს აუცილებლად ეს. რატო? იმიტომ რომ აი რაც არის ლაპარაკი, ვარიკოცელი რა არის, რას ქმნის? იქ ქმნის ტემპერატურას, არა მომატებულს. მარტივად რო თქვა, იხარშება ეს ჯირკვალი. ანალოგიური სიტუაცია, როცა ის არის ჩამოუსვლელი. ანუ იქაც იგივე +1-2 გრადუსით მეტია ტემპერატურა, რაც იმას თქუნავს. მე არის პაციენტები, რომელსაც აქვს სათესლე ჯირკვლის სიმსივნე და ამის გამო მათ ოპერაცია უნდა გაუკეთდეს და სხვა შორის დღეს ძალიან დიდ მიღწევად ითვლება ისიც რომ შესაძლებელია სპერმა იქნეს შენახული ბანკში. ანუ ოპერაციამდე, ქიმიოთერაპიამდე, იმიტომ რომ ქიმიოთერაპია როგორც გითხარით ძალიან სერიოზულ გავლენას ახდენს, უარყოფით გავლენას სპერმატოგენეზზე და შესაბამისად ბატონო გოგი, ვისაც უკვე ჩატარებული აქვს ქიმიოთერაპია, ეს ხო არ ნიშნავს აუცილებლად იმას, რომ არ ნიშნავს, რასაკვირველია არ ნიშნავს, იმიტომ რომ არსებობს უამრავი შემთხვევები და ეს არის შემთხვევები აღწერილიც და დადასტურებულიც და გარკვეული მედიკამენტები არსებობს, რომელიც ხელმყოფელობას აუმჯობესებს. ანუ ქიმიოთერაპიის შემდგომ შესაძლებელია პაციენტს დავეხმაროთ და დაუბრუნოთ სპერმატოგენეზი თუ ეს შეჩერებულია. ხო, შესაძლებელია, მაგრამ ნუ ვიტყვით, რომ ყოველთვის ეს მიიღწევა და წარმატებულია. მეცინაში საერთოდ არაფერზე არ შეიძლება ლაპარაკი. ცდელობა ყოველთვის ღირს. ბატონო გოგი, ასევე უშვილობის ხშირი მიზეზია ასპერმია, რაც უხეშად რომ ვთქვათ, ნიშნავს იმას, რომ პაციენტს სპერმა არ გამოეყოფა. ასეთ დროს რა არის გამოსავალი? მკურნალობის რა მეთოდი არსებობს და როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ადამიანებს? შეიძლება რომ გადავიდეთ და ვაჩვენოთ. უპირველეს ყოვლისა, იმ დროს როცა არის ლაპარაკი ასპერმიაზე, სათესლე ჯირკვლიდან უნდა აიღო ქსოვილი. იმისათვის, რომ შეისწავლო ის მარტივად ეს რომ წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის სათესლე ჯირკვალი, აი ესეთი განაკვეთი კეთდება. ნუ, თლათ ნუ წარმოვიდგენთ, რომ სათესლე ჯირკვალი ხო, ამოდენა შეიძლება, ხო. ამოვიღეთ, ხედავთ, ეს იგზავნება გამოკლებას. რამოდენიმე ადგილას შეიძლება ეს გაკეთდეს. რამოდენიმე ადგილიდან მოხდეს ქსოვილის ამოღება, ხო, ჯირკვალი. ანალოგიურად ეს ჩაიში იქნებოდა კარგი. ნუ ამ შემთხვევაში ლიმონს ვთხოვოთ შეასრულოს სათესლე ჯირკვლის მულადის. ხო, რო წარმოვიდგინოთ აი ესეთნაირად. წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის ის ქსოვილი, რომელიც იგზავნება გამოკლებას. რასაკვირველია, ეს მნიშვნელოვნად ნაკლებია, მნიშვნელოვნად პატარაა. რასაკვირველია, პაციენტი ამ დროს არის მომზადებული გვერდით საოპერაციოში იმისათვის, რომ იქ გაკეთდეს ინვიტრო განაყოფიერება. ანუ უფრო მარტივად რომ გავხსნათ და გასაგებად, ეხლა ეს ყველაფერი სადემონსტრაციოდ გამოვიყენეთ და არც ამხელა სათესლე ჯირკვალი და რა თქმა უნდა არც ამხელა, მაგრამ როდესაც ხდება ქსოვილის აღება, ნახულობენ ჯერთი საერთოდ არის თუ არა სპერმატოზოიდები. თუ არის სპერმატოზოიდები და ერთი ან ორიც რომ მოინახოს, მერე იმას მოშორდება ტარი სპერმატოზოიდები და ის კარგი მეტნაკლებად ჯანსაღი მოძრავი სპერმატოზოიდი გამოიყენება უკვე კვერცხუჯრედის განაყოფიერებისათვის, რომელიც არის ხელოვნური განაყოფიერებისათვის. სანამ ეს მეთოდი დაინერგებოდა, ძალიან ბევრი ოჯახი დანგრეულა ამის გამო, იმიტომ რომ მამაკაცის უშვილობას სამწუხაროდ უფრო ძნელად ინკურნება ყოველთვის ვიდრე ქალის უნაყოფობა, ეს დადგენილი ფაქტია. ხო, ანუ მაგრამ ამ შემთხვევაში გამოდის ის, რომ ასპერმიაც კი ვერ იქნება უშვილობის მიზეზი თუ ადამიანი მოინდომებს და თუ წყვილი მიმართავს ექიმს. უშვილობას ერთი ადამიანი ვერ უმკურნალებს, ვერც მამაკაცი, ვერც ქალი. რომელია ის საგანგაშო სიმპტომი, რომლის დროსაც აუცილებლად უნდა მივიდეს ექიმთან მამაკაცი, რომ თქვას, რომ მე ნამდვილად არ ვარ უშვილო და გამორიცხოს თავისი პრობლემა. უშვილობა არანაირად არ ქვია, გუშინ რო გათხოვდა და მეორე დღეს რო არ არის უშვილო, ხო? ის უნდა იყოს ერთწლიანი სქესობრივი ცხოვრება რეგულარული, დაუცველი, თუ შვილოსნობა არ დგება, ორსულობა არ დგება, ასეთ შემთხვევაში არის ლაპარაკი. აი ზუსტად მაღაზია მინდოდა მახვილი. ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი არის ორივე მიდის, ისევე როგორც სხვა შორის ერექციულ დისფუნქციასთან მიმართებაში ადრე ერთი რომ მოდიოდა, ეხლა ერთად მოდიან, წყვილი მოდის. ეს ძალიან კარგია და ძალიან სწორია, იმიტომ რომ
ეს საერთო პრობლემაა. ჩვენ გადაცემებში რა თქმა უნდა ყოველთვის ვაკეთებთ იმის პროპაგანდას, რომ ადამიანმა პროფილაქტიკური კვლევებიც უნდა გაიკეთოს. შეიძლება მამაკაცი არ დაოჯახდეს დაუშვათ 40 წლის ასაკამდე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის არ უნდა მივიდეს ექიმთან და ელემენტარული სპერმოგრამა არ უნდა გაიკეთოს. ყველა მამაკაცმა უნდა იცოდეს თავისი ჯანმრთელობის შესახებ. თანამედროვე ნორმალური მიდგომა. მოუწოდოთ მათ, რომ უბრალოდ როგორც ქალბატონები მიდიან პროფილაქტიკურ გასინჯვაზე, ესე მამაკაცებიც მივიდნენ და როგორც მიდიან სპერმოგრამა პაპტესზე მიდიან არა, უნდა მიდიოდეს იმისათვის, რომ მან ეხოსკოპია გაიკეთოს, მან პროსტატოს სპეციფიური ანტიგენი ნახოს ახლა 40 წელს ზემოთ, უნდა გააკეთოს ეს. უნდა აუცილებლად გააკეთოს სპერმოგრამა, უნდა გააკეთოს შარდის ანალიზი. ანუ ელემენტარული გამოკვლევები რაღაც უნდა გააკეთოს. ბატონო გოგი, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო ინფორმაციისთვის. დიდი მეგონი მადლობა ჩვენმა მაყურებელმა ძალიან ბევრი საინტერესო რამ გაიგო ამ პრობლემასთან დაკავშირებით და რაც თავარია რეკომენდაციები მიიღეს ამასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ უთხრათ ჩვენ მაყურებელს, რომ თუ ოჯახში არის პრობლემა უშვილობის, ექიმთან აუცილებლად უნდა მივიდეს წყვილი და არა მხოლოდ ქალბატონი. აბსოლუტურად სწორი ხართ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ. აქ ძალიან დიდი მადლობა ჩვენ მეგობარ კომპანიას ჰუმანიტი ჯორჯიას თანამშრომლებს. ჩვენი მომდევნო თემა უნდა ვაღიარო, რომ ჩემი პირადი პრობლემაა. ამ პრობლემას ყოველდღიურად ვაწყდები. და რა არის ლევან ესეთი პრობლემა? ეს არის დამოკიდებულება. უნდა ვაღიარო, რომ მე ვარ დამოკიდებული აღუნ ყველზე. ყველი არის ჩემი საყვარელი პროდუქტი და არ არსებობს ისეთი დღე, რომ მე ყველი არ ვჭამო. ძალიან მიყვარს ყველი. ცოლშვილს მირჩევნია თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ აი ცოლშვილის მერე ყველაზე მეტად ყველი მიყვარს. ძის პროდუქტებს შორის მე მგონი მართლა ყველაზე საყვარელი ყველია და შეიძლება ნებისმიერ საჭმელს მივაყოლო. ანუ მოკლედ ვაღიარებ, რომ მეც მიყვარს ყველი. მე პირდაპირ გეტყვი, რომ ყველით იწყება და მთავრდება ჩემი დღე. შენს დამოკიდებული ყოფილ ხარ? კი. კი, მეც კოტე ძალიან მიყვარს. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მარტოები არ ვართ. ჩვენი სტუმარიც ყველის მოყვარულთა რიგებიდან არის. ეს ადამიანი რუსთავიორის ბუფეტში ვიპოვეს სხვათა შორის. როცა შევედი დავინახე, რომ ხაჭაპურს ჭამდა და კაი დიდი ნაჭერი ყველიედო გვერდზე კიდე ზევიდან აყოლებდა ამ ხაჭაპურს. მოკლედ ხო, ამ ადამიანს სტუდიაში X ფაქტორის წამყვანი მსახიობი ერეკლე გეწაძე. ხაჭაპური და ყველი. აი აქ არის. ეს რა მოგვიყვა ახლა, მაგრამ ხაჭაპურში არ იყო ყველი თუ? არა, ხაჭაპურში იყო ყველი, მაგრამ ის სხვანაირი ყველი იყო და ისიც უნდა ყოფილიყო. ისიც უნდა ყოფილიყო. არ შეიძლება. ყველი იყო ხაჭაპური. შეგვიძლია დაგპატიჟოთ ყველზე. მიირთით ჩვენ ბატონო. დიდი მადლობა. მოდი გვინასაც დაგისხამთ. გადაცემა ექიმები. ეგეთი გემრიელი გადაცემა არ შესანიშნავი. ნუ ახლა ყველს გვინის გარეშე მე მგონი. ხო, რა სიტყვის? თუ ყველი იყოს და გვინის. ხო, ყველი იყოს და გვინოც იყოს. მოკლედ ძალიან მალე გავიგებთ, მართლა იწევს თუ არა ყველი ისეთ დამოკიდებულებას, სადაც ისეთი ეფექტი მოახდინა, რომ არც გაგვიმარჯოს, არც არაფერი. ყველის თამადობით. არაფერი. ყველა დანარჩენ კერტს და ჩვენს გაგვიმარჯოს. გავიმარჯოს. ჩვენს გაგვიმარჯოს. მოკლედ, ერეკლე სანამ იმას გავარკვევდეთ, თუ იწევს თუ არა დამოკიდებულებას ყველი, აი მოგვიყევი შენი და ყველის სიყვარულის ისტორია. ჩემი და ყველის ისტორია ძალიან როდის საინტერესოა. ბავშვობიდან დაიწყო, სხვათა შორის ის არ მქონია, რომ ყველი არ მიყვარდა და მე შემიყვარდა, ეს არ ყოფილა. თავიდანვე აი რაღაცა ჩვეულებრივი საკვების ჭამური დავიწყე, რძის და ამების შემდეგ. ყველი იყო და დღემდე რჩება ჩემ ერთ-ერთ ფავორიტად. ნუ ნელ-ნელა თან ეს ვითარდება რა, ეს ერთი და იგივე ქართული ყველი კი ძალიან მაგარია და ძალიან მიყვარს და გემრიელია და რაღაცა, მაგრამ მერე მოდის უკვე ახალ-ახალი ეტაპები რა, უკვე აღარ გაკმაყოფილებს ის ყველი და გინდა უკვე ახალი ჰოლანდიური, შვეიცარიული რაღაცა ეს. ეხლა კაცი აშკარად ყველის აქტიური მომხმარებელია, ანუ ხაჭაპურს რო ყველს მიაყოლებ, ნუ აი, რაღაცა, აი, ჰა, გაპატიეთ. ჩემს ყური და ყველი უცნაურ საკვებთან რასთან გიჭამია ყველი, მურაბა და ყველი, რაღაცა მურაბა და ყველი, არა, ესეთი ისინი კი ძალიან თუ შენც არ არსებობს საკვები, რომელიც ყველთან არ არის. ჩემთვის არის პური და ყველი კი არა, ყველი და პური. მომიწია ყოფნა იმას შოტლანდიაში, თვენახევარი და იქ მოვიდნენ შოტლანდიელი გლეხები რაღაცადან დაუწყეთ ყველზე ლაპარაკი. შოტლანდიური ყველი გამიგია მეთქი რაღაცა, შეიძლება გავსინჯო ეს რაღაცა და მინთრესო არსებობსო და ჩვენ მოგვეპოვებაო ესეთი უცნაური რაღაცა ვირის რძისგან დამზადებული ყველი. რაღაცა ტრადიციული შოტლანდიური გლეხური და მოიტანეს და რაღაცა უცნაური ფორმის, უცნაური ფერის
ყველი იყო და ეს იყო აი პიკი. გემრიელი იყო? ძალიან გემრიელი იყო. რაღაცა ყველსაც არ გავდა უკვე ესეთი ის იყო რა, აი. ნამდვილად ყველი იყო. ყველების ყველი. მე მქონდა ეგეთ შემთხვევა 2000 წელს იტალიაში ერთ სუფრაზე მოხდი, მოიტანეს პასტა დიდი რაოდენობით, დაგვიდეს თეფშებზე, ძალიან კარგად გვიმასპინძლეს ასე ვთქვათ და მოკლედ რაღაცას აჟიოტაჟი ატყდა, რომ აი ეხლა გასინჯავთო თქვენ ყველაზე მაგარ რამესო, ეს არის დელიკატესი, ეს სასწაული, ნუ მოკლედ რაღაც და ამ სულგუნზე და კაი ქართული იმერულ ჭინტყველზე გაზრდილი ვარ, გემრიელად მიყვარს ყველს რომ მოიტან დაგიდებენ და მიირთმევ და მოიტანეს აი ამ კოვზის თავის ხელა რაღაცა პატარა ყველუკუნა თუ რაღაცა არ ვიცი და აი ამ ხელას სახიხი ყველის და თურმე ეს არის რაღაც დაძველებული, ძველი რაღაც არომატული ყველი რომელიც დელიკატესის ძალიან გაგვიტაცა ყველაზე საუბარმა თითო ისტორია ყველზე ყველას გვაქვს მაგრამ ის თუ ვიცით რატო გვიყვარს ყველი ესე ძალიან რატო გვიყვარს ეგ არ ვიცი აქ არის მიზეზი ის რომ ყველი მართლაც იწვევს დამოკიდებულებას არ გეგონოს რომ ხუმრობთ ერთმა უახლესმა კვლევამ აჩვენა რომ ყველს შეუძლია ისეთივე გავლენა მოახდინოს ადამიანის ტვინზე როგორცაც ნარკოტიკული საშუალებები ახდენს. ყველი ტვინის ზუსტად იმ ნაწილზე მოქმედებს, რომელზეც მაგალითად მორფინი. მოკლედ გამოდის რომ ყველ დამოკიდებულები ვართ ყველა, ხო? კი. ყველას გვიყვარს ყველი. რა თქმა უნდა, ყველს ისეთივე ძლიერზე მოქმედება არ შეუძლია ჩვენს ტვინზე, როგორც თქვათ, მორფინს, მაგრამ მექანიზმი და პრინციპი მოქმედების იდენტურია. ჩვენი ტვინი რეაგირებს ყველზე, ისევე როგორც ბევრ სხვა ნივთიერებაზე, რომელიც დამოკიდებულებას იწვევს. და ამაში ერთ-ერთი დამნაშავე არის ნივთიერება კაზეინი, რომელიც ძალიან დიდი რაოდენობით არის ყველს. ეს არის პროტეინის ნაირსახეობა და როდესაც ის ჩვენს სხეულში მოხდება და დაშლას იწყებს, ეს პროცესი ძალიან ემსგავსება მორფინის მოქმედებას. ამ ყველაფერში კარგი ამბავი ხო იცი რაც არის რომ მართალია იწვევს დამოკიდებულებას, მაგრამ ნარკოტიკებისგან განსხვავებით ყველი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. უკუჩვენება არა აქვს. არავითარ შემთხვევაში. შერაქსმენია ყველის დადებითი მხარეების შესახებ, გარდა იმისა რომ გემრიელია. კარგი არის რძე და რძის პროდუქტები, რაღაცა ორგანიზმი, კალცი და რაღაცა ესენი. აი, ცოდნია. ოჩა მიხვედი როგორც იქნა. რძე რო კარგია, ესე იგი იმის განგაკეთებული ყველი როგორ კარგია, შესაბამისად ყველის რძე. ერგლე ნამდვილად მართალი ხარ, პირველი და უმთავრესი არის ის რომ ყველი შეიცავს კალციუმს, რაც აუცილებელია იმისთვის რომ ჯანმრთელი ძვლები გქონდეს. გარდა ამისა, ყველი მდიდარია პროტეინებით, ანუ ცილებით. პროტეინი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია იმისთვის, რომ სხეული განვითარდეს და იფუნქციონიროს ნორმალურად. ყველის ღირსებებში შედის, ну, რა თქმა უნდა, კალციუმის გარდა A და B12 ვიტამინები, რომლებიც აუცილებლად უნდა მივიღოთ, რათა კარგი მხედველობა გქონდეს, ნერვული სისტემა წესრიგში ვიქონიოთ და სისხლით მდიდარი იყოს წითელი უჯრედებით. მოკლედ, კარგ რაღაცაზე ხარ დამოკიდებული და ეგრე გააგრძელე რა, შეჯდარი ხარ ყველაზე და გააგრძელე. ჯანმრთელობას ნამდვილად მოუხდება. რა თქმა უნდა გაითვალისწინო, რომ ზომიერების დაცვა მაინც საჭიროა, თუნდაც ძალიან სასარგებლო და გემრიელ რამაზე უნდა მაინც აქვს ხო რაღაცა უკუჩვენებები. ხო, ნუ უზომოდ არაფერი არ ვარ, ხო, ყველაფერს აქვს თავისი ზომა, ასე რომ ვიტამინებთან და მინერალებთან ერთად ყველი შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმსაც, ქოლესტეროლს და მარილსაც, ეს არის ის ნივთიერებები, რომლებიც გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება არ იყოს მაინც სასურველი ჩვენი ორგანიზმისთვის. საერთოდ რეკომენდებულია, ну, დაახლოებით 2-3 ნაჭერი დღის განმავლობაში რომ მივირთოთ, მაგრამ მე მგონი არც ერთი ჩვენგანი ამას არ იცავს. შანსი არ არის. 2-3 ნაჭერი, ну, ამ ხელა ნაჭერზე თუ საუბრობთ, კი ბატონო, ნაჭერი ამ ხელა იგულისხმება, აი, ვინჭერის გააჩნია, აბარა. ყველის ერთ-ერთი ძალიან კარგი თვისება არის კიდევ ის, რომ ძალიან უხდება ღვინოს. ასე რომ, როცა ღვინოს მიირთმევთ, შეგიძლიათ ყველი მიაყოლოთ და პირიქით, როცა ყველს მიირთმევთ, ღვინოს დააყოლეთ, მიირთმევთ ზომიერი რაოდენობით ყველი, ისიამოვნეთ მისი გემოთი და სასარგებლო თვისებებით და თუ შეამჩნიეთ, რომ ყველზე დამოკიდებული გახდეთ, ნუ გაგიკვირდებათ და ნუ შეგეშინდებათ. ყველი ერთადერთი უსაფრთხო ნარკოტიკია. ექიმები კი ერთი კვირით გემშვიდობებათ. ესე გააგრძელე. რეკლამის შემდეგ ექიმებში. გაიგეთ, რა იწვევს მამაკაცებში უშვილობას. ეს იწვევს ოქსიდაციურ სტრესს. X ფაქტორის წამყვანი ყველზე დამოკიდებულია. გაიგეთ, რატომ გიყვართ ყველი ასე ძალიან. ყველი ტვინის ზუსტად იმ ნაწილზე მოქმედებს, რომელზეც მაგალითად მორფინი.
რეკლამის შემდეგ ექიმებში. X ფაქტორის სამყვანი ყველზე დამოკიდებულია. გაიგეთ, რატომ გიყვართ ყველი ასე ძალიან. ყველი ტვინის ზუსტად იმ ნაწილზე მოქმედებს, რომელზეც მაგალითად მორფინი.